მოგესალმებით კიდევ ერთხელ და როგორც დაკვირდით ჩვენი სტუმარია ზურა ჯიშკარიანი, მუსიკოსი და ბლოგერი. მე მგონი კიდევ ერთი რეგალია ქონდა პრეფექტი. ქალაქ სოხუმის მერი. ქალაქ პრეფექტი თუ პრეფექტი? მერი აუცილებლად. და ქალაქ სოხუმის მერი. სიზმრის თემატიკაზე შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რატომ მოვიწვიეთ ზურა დავიწყოთ იმ პროექტით, ცნობილი პროექტით, რომელიც თქვენ ხოდათ წამოწყებული, მას ერქვა თუ სწორად მახსოვს Worldwide Dream Web. როგორ გაჩნდა ამ პროექტის შექმნის იდეა? ძალიან მარტივად. ანუ ყოველ ღამე სიზმრები მაინტერესებდა სულ. ჩემი მეგობარი არის დავით მაკარიძე, ანუ ჩემი თანაავტორი ამ პროექტის. რომელიც იყო 90-იანებში, იყო ესეთი, ეხლა ხო გვაქვს Facebook-ზე გრუპები და ეს შემდეგ და მაგდროს იყო მეილ ლისტები რა. და Dream Hacker-ების მეილ ლისტებში იყო. Dream Hacker-ები იყო ესეთი ტიპები. მირგში არ ქონდათ გრუპი? მირგში არ ვიცი, მაგრამ მეილ ლისტებით კონტაქტობდნენ და იკვლევდნენ სიზმრების სამყაროს და შემდეგ რა და აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრ ყოველ დღე ადამიანი მინიმუმ ხედავს 4-6 სიზმარს. ეს არის მინიმუმი. არ გვახსოვს რა და ეს რომ გადაამრავლო იმ რაოდენობაზე ხალხისაც ცხოვრობს პლანეტაზე 6 მილიარდი თუ 7 მილიარდი წარმოიდგენ რამდენი სიზმარი არის ყოველ დღე, ხო? და რეალურად ამ სიზმრებში იმდენი ინსაიტი არის ხელოვნებაშიც რომ გავიხსენოთ, ანუ იმდენი რაღაცა ხდება რეალურად ამ სიზმრებში, რომ რეალურად ესე რომ წარმოვიდგინოთ, რამდენიმე რაღაც რო დავყოთ, არის ჩემთვისაც საინტერესოა ლეგალური ჰალუცინაციები, ვერან ვერ დაგიჭერს იმის გამო, რომ ჰალუცინაციები გაქვს ყოველ ღამე. მაგის გარდა შენი ქვეცნობიერი რაღაც ახალ იმიჯებს გიქმნის, რომელსაც ვერ წარმოიდგენდი შენი ფანტაზიით. და ესეთ მილიონი რაღაცა არის და ყოველ დღე ეს რაღაცა იკარგება. ყოველ დღე იკარგება, ქრება, ეს ქვიშასავით, თითებს შორის იკარგება რა და იდეა გავგვიშთა ესეთი რომ ჟორჟ ბატაის ჰქონდა ესეთი იდეა რომ გავაკეთოთ მეცნიერებები, რომელიც თან მეცნიერებასთან თითქოს კავშირში არ არის რა და ფიქრობთ რომ ხო აი Dream Hacker-ობა რომ სიზმრის სოციოლოგია რო შექმნა და Worldwide Dream Web მოვიგონეთ ეს რაღაცა რომ მოდი გავაკეთეთ ეს რაღაცა რომ მოდი შევაგროვოთ ავიღოთ ერთი ქალაქი თბილისი მაგალითად გავაკეთოთ საიტი სადაც ადამიანები ჯერ ეხლა არ გვაქვს ის ტექნოლოგიები რომ ვიღაცებს დაუმაგროთ რაღაცები მაგრამ ვისაც თავის დროზე ხო შეიძლება მივიდეთ აქამდე არა ძალიან მალე მივალთ უკვე არის რაღაცები იაპონელები მაგათი მოდიან ხო სწრაფად და რაღაცა მაგრამ ერთი ქალაქი რო ავიღოთ უბრალოდ ერთი წერტილი შევაგროვოთ სიზმრები რას ხედავს ეს ქალაქი აიტვირთოს ამ საიტზე და მე გავაკეთოთ სიზმრების სოციოლოგია და გავაკეთოთ სიზმრების რუკა და მთელი იდეა იყო რა რომ მაგალითად რომელ უბნებში როგორ სიზმრებს ხედავენ და ქალაქი რა სიზმრებს ხედავს ანუ იდეა არის იყო ის და ეხლა რაც გვინდა რომ გავაგრძელოთ პროსე მაშინ არ გვყავდა პროგრამისტები რაღაცები ტექნიკური საშუალებები არ მაგრამ საინტერესო ის არის რომ რას ხედავს შენი ქალაქი ღამე რას ხედავს ანუ ჩვენ ვიცით რომ ახლა გეტყვი ყველა საინტერესო ჩვენ ვიცით რაც ხდება დღისით ხო ტელევიზიები აშუქებენ რაც ხდება დღისით გამოდიან პოლიტიკოსები ისინი ხვდებიან რაც ხდება დღისით მაგრამ არ ვიცით რა ხდება ღამით როცა ხალხი იძინებს ძალიან საინტერესოა რა ხდება ღამე ვინ რას ხედავს თავის სიზმრებში და რას ხედავს საბოლოო ჯამში რას ხედავს შენი ქალაქი და თუ ავიღებთ რამდენიმე ქალაქს და გავაკეთებთ შედარებას შეგვიძლია ვნახოთ რომ რა სიზმრებს ხედავს თბილისი რა სიზმრებს ხედავს ბერლინი რა სიზმრებს ხედავს ბანგლადეში და მაშინ აი არ არის და პირველი საინტერესო რაც იყო რომ დავიწყეთ ცოტა ხანი გაგრძელდა მაგრამ ძალიან კაი ბუმი იყო კი ხალხს ძალიან დავით ბოდიში გაწყვეტინებ აი ხო პირველი ჩანაწერები წამოვიდა ვიღაცება მოგწერეს ხო აი რა ტიპის სიზმრებს ხედავდა ყველაზე მეტად ეროტიკული რაღაცა ყველა ჟანრის სიზმრები იყო ყველა ჟანრის სიზმრები იყო პროს საინტერესო იყო ის რომ გამოიკვეთა უბნების მიხედვით სიზმრები და ეგ საინტერესო არის იმიტომ რომ მაგალითად საბურთალო სიზმრებში ხშირად იყო ატომური აფეთქებები და ბრძოლები
ვაკის სიზმრებში მაგალითად პინგვინები იყვნენ და აი ხა რაც მახსენდება ზოგიერთი ახდა ამ სიზმრებიდან მე ზოგიერთი ახდა აი საბურთალოში აფეთქებები ხო მოგიყევით? ხო და ანუ ხვდები, ანუ თუ ესე მიუდგებით, რომ ცოტა სიურრეალისტური, ნახევრად ინტერაქტიული არტი, ნახევრად მეცნიერება რო გავაერთიანოთ ერთმანეთთან, რაღაც დაახლოებით ეს რაღაცა რომ შეგვიძლია ქალაქის სიზმრების რუკა გააკეთო. და გააკეთო ტურისტებისთვისაც, აი გაიდბუქები რო არის, რომ მოდიხარ რომ თბილისში ნახო ეს ადგილები. შეგვიძლია ნახო რომ აი სიტყვაზე, რა ვიცი, ვარკეთილში ნახე სამი წითელი დრაკონი და დაარჭო იქ რაღაცა პატარა ნიშანი. ანუ არტისტებს შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროექტში. რეჟისორებს შეუძლიათ რომ აიღონ, ანუ open source არის მთლიანი, რეჟისორებს შეუძლია აიღოთ სიზმარი და დადგან თეატრში ან გამოიყენონ კინოში. ლინჩი ნახეთ ახლა ჩვენ. ხო, აი სიუჟეტში და ყველაზე მეტად ხო ინსპირაციას იღებდა სიზმრებით. საერთო იდეა ეს არის, რომ ქალაქის სიზმრის რუკა გავაკეთოთ, რომ აი ქალაქი რას ხედავს ღამე და ქვეცნობიერში, ქალაქის ქვეცნობიერში ხდება ეს ერთი და მეორე ეს იყოს open source, რომ ვისაც უნდა პოეტი იქნება, მწერალი იქნება, მხატვარი იქნება, მუსიკოსი იქნება, გამოიყენოს, როგორც უნდა, როგორც ინსპირაცია და ეს შემდეგ რა. იაპონელები ახსენენ წეგანი, რომ ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ უკვე იწერენ ამ სიზმრებს, რა არის იმათი მიღწევები, ვთქვათ, სად წავიდა ესეთი პროექტები, რა გამოიყენეს. ხო, იაპონელები ეხა ძალიან ესე ძალიან არ მინდა რომ ავწდე და არა მეცნიერულად თქვა, რაღაცებს უყურე და წავიკითხე რაღაცეები, მაგრამ ან სკანერებას აკეთებენ და დაახლოებით რაღაც იმიჯები მიიღეს, ჯერ კიდე აი რომ წარმოიდგინო კინოს დასაწყისში რო იღებდნენ რაღაც ბლარ იმიჯებს და ჯერ კიდე რო ვერ ხედავდნენ რა ხდება დაახლოებით რაღაც ეგეთი მომავალში შეიძლება უკვე მომენტიც მოხდეს რომ დაინახო და ჩაიწერო სიზმარი რა, მაგრამ მანამდე გვინდა რომ ეს პროექტი გავაკეთოთ, просто ну ეგ მომენტი იყო რომ თავიდან ეგ აი პროგრამისტები აგვყავდა და ეხლა რა სხვა პროექტები რო გავაკეთეთ, გავიცანი პროგრამისტები, ძალიან საინტერესო პროგრამისტები. უთხრათ მაყურებელს თუ ყავს ესეთი ვინმე ვინც გვისმენს, გვიყურებს, უნდა ჩართო პროგრამისტებია საჭირო. ხო, პროგრამისტები, დიზაინერები ვინც იქნება, შეგვიძლია ჩავრთოთ და ну ვაპირებთ აი უახლოეს თვეებში ჯერ რაღაც სხვა პროექტს მოვუჩეთ და აუცილებლად ვაპირებ რომ გავაკეთოთ. შენი ბლოგი წავიკითხე და ესეთი რაღაც ეწერა ძალიან საინტერესო სახელი დაარქვი მაცტურები. სიზმარში არიან პერსონაჟები, რომელსაც შენ დაარქვი მაცტურები, ვინ არიან ესენი და თუ გამოიკვეთა ქართველი ადამიანების სიზმრებში, აი როგორი მაცტურები გამოიკვეცენ, მაინტერესებს. მე არ დამირქვევია, ეგ ანუ ეგ არის რეალურად რაღაც არქეტიპები არის სიზმრების. ეგეც საინტერესო არის რაღაც არქეტიპები, რასაც ყველა ხედავს, ყველა ადამიანი და ანუ რაღაც ლეველები არის რაც დღის განმავლობაში დაგიგროვდა და ინფორმაციალებს და არის რაღაც არქეტიპები, რასაც ვიღაცები ხედავს, რაც ჩვენ გვაინტერესებს კი იუნს ქონდა ეგ რო სინქრონული რაღაცები. იმიტომ რომ ეს მონაცემები ხო არ გროვდება. თუ შევაგროვებთ ამ მონაცემებს რეალურად, ხო შეიძლება იპოვოს სინქრონული სიზმრები. მაგალითად, ერთადერთი ჩემთვის ყველაზე დიდი სიამაყე, ну სულ ამ თბილისის სიზმრების არქივში გვაქვს შენახული სადღაც 1-500-მდე სიზმარი არის მე მგონი მინიმუმ. იყო ესეთ რაღაცა რომ ერთ ღამეს დაფიქსირდა წითელი დრაკონები ნახეს სადღაც ვარკეთილში დაფიქსირდა და ვიღაცამ იმავე ღამეს ატვირთა სხვაგან სადღაც სხვა უბანში წითელი დრაკონები. ანუ რაღაც სინქრონულობა და უცებ წარმოვიდგენ რომ ამ ქალაქის რუკაზე წითელი დრაკონები, არქეტიპური წითელი დრაკონები ვიღაც სიზმრიდან სიზმარში გადადიან და ამის ვიზუალიზაცია შეიძლება და ანუ ეს information visualization რაც არის, მაგითაც შეიძლება ძალიან მაგარია გაკეთება და ვაფშე გატანა და ჩვენება რომ აი თბილისი ხედავს ამ სიზმრებს. როგორც რეალურ სოციოლოგიურ მონაცემებზე აკეთებენ ინფოგრაფიკებს და მარტივად ყვებიან ამ ისტორიებს, შეგვიძლია გავაკეთოთ სიზმრის ინფოგრაფიკები. ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ რეალურად განახებს სხვა მხარეს ქალაქის და შინაგან მხარეს მართლა რაზე ღელავს ქალაქი ღამე, იმიტომ რომ დღისით ყველა მალავთ რაღაცებს მაინც ასე თუ ისე. კი, ამიტომ საინტერესოა რომ რაღაც ესე არ ვიცი ამ პროექტს მაშინ ქონდა თუ არა, ხო, თქვა დღე ჩაივლის, დღევანდელი დღე რაღაცები მოხდა ქალაქში, ვიღაცა მიჩხუბა, იქ პარლამენტში ჩხუბი იყო, იქ ვიღაცა გამოვიდა. აი ამ საიტზე ეს ინფორმაციაც იყოს, თქვა, მითითებული და ამის გათვალისწინებით რა ხდებოდა ღამე, ხო? ხო, მოქმედებს, ეგ ყველაფერი მოქმედებს, ხვდები და სიზმრების სოციოლოგია რო ახსენე, მაგიტომ არის საინტერესო მეორე მხრიდან კვლევა, სოციოლოგია იკვლევს ყოველდღიურ ცხოვრებას, ხო? მიკრო და მაკრო ცხოვრებას
და საინტერესო არის არტის მხრიდან, მეორე მხრიდან კვლევა, სიზმრებიდან კვლევა იმის თუ რა ხდება მართლა რეალურად ქალაქში და მასტურებზე რაც თქვი, ეგ არის პერსონაჟები, ან არქეტიპები, ვინც ხშირად შეგვხვედრია ადამიანები, რომელსაც იცნობ სახეზე, ხვდები სიზმარში, ელაპარაკები და ცოტა ხანში სახე ეცვლება და ვიღაცა სხვა ტიპი არის რა. კი, და ცოტა ისეთი მომენტი არის რა და ეგეთი არქეტიპები ბევრი არის და საინტერესო არის ამ რაღაცების შეგროვება რა და ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის გამოყოფილი მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელს და მაყურებელს რა კომიუნიტიში ძალიან ბევრი გვეყოლება ისეთი ვინ თქვათ რეჟისორია ან პროგრამისტია და თქვათ ტექნიკური მხარდაჭერა ამ იდეის განხორციელებაში შეუძლია და დახმარება გამოგვეხმაურებს Facebook-ზე Worldwide Dream Web არის Facebook-ზე ცოტა ძველი არის მაგრამ თუ იპოვიან page-ი მოწერა და ვიპასუხებ